პატივცემულო საზოგადოებაო, გირჩევთ კალმები და ფურცლები მოიმარაგოთ, რადგან დღეს ჩვენთან ისეთი მაგარი მომღერლები მოვიდნენ, რომ დიდი ეჭვი მაქვს შეიძლება ავტოგრაფზე რიგი დადგეს. მაშასე მივესალმოთ ჩვენთან სტუმრად არიან მომღერლები, ძმები ალეკო და გურიკა ნასყიდაშვილები. მოგწადით პატივცემულო. სალამი. სასიამოვნოა. თქვენი სახელი? ალეკო და გურიკა. რომელი ხართ ალეკო, რომ დასხედით და ვიბაასოთ, რომელი ხართ ალეკო და რომელი ხართ? მე ვარ ალეკო და ის არის გურიკა. გაიგეთ, დაიმახსოვრეთ, ალეკო და გურიკა. აბა როგორ ხასიათზე ხართ, ახლა მომიყევით. კარგ ხასიათზე ხართ? საიდან ჩამობძანდით პატივცემულო? რუისიდან. საიდან? რუისიდან. რუისიდან ჩამობძანდნენ. თქვენ ხო ნასყიდაშვილები ხართ? დიახ. ხო და ერთხელ იცი რა მოხდა, ერთხელ რუისში ვიყავი მე ჩამოსული, რაღაც საქმე მქონდა, იქ რაღაცას ვეძებდი მოკლედ და ის სად არის მეთქი რო ვიკითხე, იცი რა მითხრეს ეკა, ეს ძმები რო არიან ნასყიდაშვილებიო, მომღერლებიო, იმის სახს როგორც კი ჩაცდები მარჯვენა მხარესო ეგრე მითხრეს და აი ძალიან ცნობილი ხალხი არის იქ. კი. ხო ასე იყო ნამდვილად, ხო დარწმუნებულები ხართ რომ ასე იქნებოდა? დიახ. ხო ყველა გიცნობთ იქა? დიახ. მოკლედ ეს ნასყიდაშვილები ძალიან მაგრები ყოფილხართ თქვენ სიმღერაში. ძალიან მაგარი ამბავია. რა მითხარით ახლა თქვენ? როდესმე აი სახში როგორ ინაწილებთ ხოლმე ხმებს? არ ჩხუბობთ ხოლმე რაღაცეებზე? აი მე პირველს ვიმღერებ ან მეორეს? არა, ეგრე არ არის ხოლმე? აბა როგორ არის ხოლმე? ჯერ მემღერი ვარ და მე ეს. ეგ ასაკის მიხედვით არის? აბა რატო არის? ანუ შენ უფროსი ხარ თუ შენ თუ რომელი უფროსი ხარ? ეგ ყველა სიმღერა ეგრე არის? ცოტა ეჭვი მეპარება ეგრე იყოს. იცი რა არის, მე ერთი რჩევა მინდა მოგცეთ თქვენ. თქვენი კონცერტი რო იქნება, ხო? ისე იგი, ერთი დადექით ხოლმე რომ ფოტოები გადაიღოთ და მეორემ ავტოგრაფები დაარიგეთ და გაცილებით უფრო ადვილად და მალე გახვალთ ფონს და დროსაც არ დაკარგავთ. ხო, კაი რჩევაა ესა. ეხა რა მინდა იცი კითხოთ. რაღაცა ძალიან შეხმატკილებულად საუბრობთ. ანუ არ ჩხუბობთ ეხლა თქვენ ერთმანეთში? არა, აი თქვა რო კიო. ჩხუბობთ? ხო? რაზე ჩხუბობთ ხოლმე? რა გაგთ გასაყოფი რუისელებს გამაგებინეთ ერთმანეთში რამე გასაყოფთ ან ძმებს? ასე ჩუმად არიან, ზო მოიცა, ვისთან ერთად მოვუხედით აკა მითხარი? დედასთან, მამასთან, ჩემი სიმღერის ჯგუფელთან, ნათლიაჩემთან ერთად, დეიდასთან და დეიდაშვილთან ერთად. შესანიშნავი ხალხი მობრძანებულა აქა, მივესალმოთ რუისელებს და მოდი დედას ვკითხავთ. ესეთი შეხმატკბილებული და საყვარლები არიან ხო ალბათ სახში? ძალიან ცელქები არიან. მართლა? ვერ დავიჯერებ კაცო ამას, რანაირად დავიჯერებ. რაზე ჩხუბობენ ხოლმე? იმაზე ძლივს შევთანხმდით რომ ჩხუბობენ და რაზე ჩხუბობენ ის მაინც გვიყვარს. ჯერ მე ვიმღერებ, ჯერ მე ვიმღერებ. მართლა? კი. კარგი. რომელი საყვარელი სიმღერა გაქვთ? აბა მითხარით თქვენ. ყველაზე მეტად რომელი გიყვარდა? აი რომელზე ჩხუბობთ ხოლმე? ჯერ მე ვიმღერებ, ჯერ მეო. ყველაზე. ყველაზეო. კარგი. არის ისეთი რაღაც, რაზეც თანხმდებით და არ ჩხუბობთ? საჭმელზე როგორ ახარ? საჭმელი გიყვართ? კი. კი. ორივეს ერთნაირი საჭმელი გიყვართ თუ სხვადასხვა? აი შენ რომელი საჭმელი რა გიყვარს? ხინკალი და მწვადი. ხინკალი და მწვადი. ტრადიციული შესანიშნავია. თქვენ პატივცემულო? მეც ეგრე. ჯერ მწვადი და მერე ხინკალი. შაურმაც? შაურმა, აი რაღაცა განსხვავებული არის. ეხლა თქვენ მე მითხარით ერთი ამბავი. ერთ სკოლაში ხართ? კი. კარგად იქცევით? აი მე რა საყვარლები არის? რო უყურე ყველაფერზე მეთა კი კაცო საყვარლები არის კი. არაფერს არ აჭამენ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. ესა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ რომ ან ზეიმი იქნება, ან რაღაცა იქნება თქვენ garaში არ არსებობს სკოლაში არ ხო? ხო ასეა? კი, მღერით ხოლმე იქა? კი. ცეკვაც ხო არ გეხერხებათ თქვენ? მე კი. კი, გეხერხებათ ცეკვა? ძალიან მაგარი ამბავია. ვიღაცა ახლა რო უყურებს გადაცემას, დარწმუნებული ვარ რომ ცოტა ეჭვი ეპარება ხა იმაში რომ თქვენ სიმღერა იცით საერთოდ. ასეთი დაბალი ხმითო რა სიმღერებენო, ხო მართალია? არა. მაინც იცით სიმღერა? კი. კაი. რამდენი სიმღერა იცით? ბევრი კი არა ის. სიმღერა ვინ გასწავლათ მითხარით ახლა თქვენ? ბაბო. ბაბო მაგრად მღერის, ხო? რა სიმღერებს მღერის ბაბო? ქართულებს? ქართულ ხალხურს გასწავლით? გიყვართ ხალხური სიმღერა? რამე ინსტრუმენტზე ხო არ უკრავთ კიდე თქვენ? მე დოლზე. დოლზე? ძალიან მაგარია. აქ კი არიან რუისელები წარმოდგენილები დარბაზში ვიცი, მაგრამ იქ ვიღაცები დარჩებოდნენ კიდე, ხო, რუისში? ხო არ გვინდა მივესალმოთ ვინმეს? ბაბოს და პაპას. თუმა მივესალმოთ რა თქმა უნდა. აქედან მივესალმებით. გიყვართ?
როგორ ხო ყველაზე მაგრები არიან დედამიწის ზურგზე. ისინი როგორ გიждდებიან თქვენზე, თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ. მოკლედ, სიმღერა უნდა გვიმღეროთ, ეხლა დარწმუნებული ვარ მე. ასეა? რა სიმღერაა ეგა? ჩემი საქართველო აქ არის. ძალიან მიყვარდა ბავშვობიდან ეგ სიმღერა სხვათა შორის და მე მინდა გითხრათ რომ ჩვენი სულ ყველა საქართველო ხართ თქვენ და ძალიან მიხარია რომ დღეს მოხვედით ჩვენთან გადაცემაში. აპლოდისმენტები ალეკოს და გურიკას მოусმინოთ ახლა თავისი სიმღერით ჩემი საქართველო აქ არის. ჩემი ღამე უნდა გავათენო ჩემი საქართველო აქ არის ლაღის არბიელი ლაღით ადამდელო ლაღი მიმოქცევა საშორის ახალთაობათა მოსადარდელო ჩემი საქართველო აქ არის მეცა ჩემი ღამე უნდა გავათენო ჩემი საქართველო აქ არის ჩემო სიამაყე ჩემო სადარდელო საქართველო აქ არის მეცა ჩემი ღამე უნდა გავათენო ჩემი საქართველო აქ არის ჩემი საქართველო აქ არის აქ არის ნამდვილად ჩვენი საქართველო ალეკო და გურიკა ნაცყიდაშვილები. მხოლოდ და მხოლოდ უნდა დაგას აჩუქროთ და ამას პირველი გააკეთებს ვინ? ფაგიო. აბსოლუტურად მართალია ფაგიო. აი, ასეთი შესანიშნავი ნაკრები ფაგების იმისთვის რომ არ მოგეკაროთ არც გაციება და არც ინფექცია. დედამ იცის ფაგიო. და ახლა ვინ მობრძანდება? ლოკომო. აბსოლუტურად მართალია ლოკომო ბოწლომი. აი, ეს საკუთრებით თქვენ და რაღა თქმა უნდა აპლოდისმენტების თანხლებით ალეკო და გური ნაცყიდაშვილები.